25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი აღინიშნება. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. სწორედ ამ დღეს 1917 წელს ქართულმა ეკლესიამ კვლავ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს უშუალო მონდომებით კი მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. ეს მოვლენა არ იყო მხოლოდ ეკლესიისა და შიდა საკითხი, ეს იყო მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეროვნული იდენტობისთვის, რადგან ეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული კულტურის, ენის და სახელმწიფოებრივის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. და სწორედ ამ ისტორიულ დღეზე სასაუბროთ ჩვენთან სტუმრად მოვიწვიეთ თეოლოგი ლევან აბაშიძე. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 25 მარტი 1917 წელი. და მაინც, რითი არის ეს დღე განსაკუთრებული, გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის, ეკლესიისთვის? ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა. როგორც ვიცით, მას შემდეგ რაც საქართველოს შეუერთდა რუსეთს, ჯერ ქართლ-კახეთის სამეფო 1800 პირველი წლიდან 1811 წლამდე საქართველოს ეკლესია აღმოსავლეთ საქართველოში ინარჩუნებდა მაინც თავის დამოუკიდებლობას, მაგრამ 1811 წელს უკვე დასავლეთ საქართველოს უკვე შეუერთდა რუსეთის იმპერიას და რუსეთის იმპერიამ მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა ჩვენი ავტოკეფალია. ამის შემდეგ 100 წელიწადზე მეტხანს საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად შედიოდა რუსეთის ეკლესიაში. ჩვენი უღლები, ჩვენი ეპისკოპოსები ამ დროს იყვნენ რუსეთის ეკლესიის, ასე ვთქვათ, წევრები და როდესაც უკვე საკითხი იდგა, ჯერ კიდევ 1917 წლამდე იდგა საკითხი, როდესაც იმპერიაში უკვე იყო საშუალება, ასე ვთქვათ, ამაზე საუბრების, ქართველი ეპისკოპოსები ამ საკითხს აყენებდნენ, რომ უსამართლოდ წაგვართვეს ავტოკეფალია, რომელიც უნდა აღდგეს. მაგრამ ეს პროცესები დააჩქარა და გადაწყვეტილება მოვიდა მას შემდეგ, რაც მოხდა პეტერბურგში თებერვლის რევოლუცია, რომ მოხდა მცირე ხნის შემდეგ 12 მარტს ძველი სტილით და ახალი სტილით 25 მარტს ქართველმა ეპისკოპოსებმა შეიკრიბა და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ აღედგინათ ავტოკეფალია. თუმცა ამას მოყვა გარკვეული სრული ესეთი აღდგენა არ იყო, პრობლემები მოყვა, იმიტომ რომ რუსეთის ეკლესიამ ეს არ აღიარა. მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ცალმხრივი ნაბიჯი და არა შეთანხმებული. და სიმართლე რომ ვთქვა, 1953 წლამდე ამ ავტოკეფალიის აღდგენას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც არ აღიარებდნენ. მაგრამ ერთ-ერთი ეტაპი იყო 1953 წელი, როდესაც რუსეთის ეკლესიამ აღიარა და ასე ვთქვათ, აღდგა ეს ურთიერთობა და შემდეგ სხვა ეკლესიებმაც ფაქტობრივად აღვიარეს, მაგრამ აი მეორე თარიღი თქვენ რომელიც თქვით 1990 წელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი, ასე ვთქვათ, ეტაპი ჩვენი საბოლოოდ ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენის. და დღეს რას ნიშნავს ეს ავტოკეფალია თანამედროვე საქართველოსთვის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ქრისტიანული ქვეყანა, ქრისტიანული ერი, უძველესი, ჯერთი ეს ისტორიული სამართლიანობა ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ მინიმუმ სულ ცოტა მე-11 საუკუნიდან როდესაც საქართველო უკვე გაერთიანდა ნამდვილად ისტორიული წყაროები ამბობენ რომ ეს იყო ავტოკეფალური. ავტოკეფალური რას ნიშნავს? დამოუკიდებელი, რომელიც თვითონ ირჩევს თავის მეთაურს. მეტიც, აი თქვათ, პატრიარქზე ჩვენ უბრალოდ ქართულ წყაროებში სიტყვა პატრიარქი ქართულად იყო ნათარგმნი, მამათმთავარი იყო. ანუ პატრიარქი, ბერძნული სიტყვა პატრიარქი, მამათმთავრად და ჩვენ ყავდა მამათმთავარი, ანუ პატრიარქი და რა მნიშვნელობა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ერის ასე ვთქვათ, უძველესი ქრისტიანი ერი ვართ და შესაბამისად გვაქვს ასევე მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის გვაქვს უძველესი ავტოკეფალური ეკლესია, ანუ დამოუკიდებელი ეკლესია. ავტოკეფალიის დაკარგვიდან აღდგენამდე რამდენად რთული გზა გავიარეთ?
საკმაოდ რთული გზა იყო ეს საერთოდ რუსეთის იმპერიაში კი ერთის მხრივ ესეთი გაუბედურებული ქვეყანა, თქვათ, ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში და საკმაოდ მძიმე მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სოციალურად შეიძლება ხალხმა ამოისუნთქა, მაგრამ ჩვენ აღმოჩნდით რუსეთის იმპერიაში და რუსეთის იმპერიაში ნელ-ნელა დავდექით რუსიფიკაციის გზაზე, ვთქვათ. ეს ისე არ იყო, რომ გინდა თუ არა ცდილობდნენ, რომ გინდა თუ არა უსწრაფეს დროში მოხდენილიყო ეს რუსიფიკაცია, მაგრამ აი მაგალითად მთელი განათლება გადავიდა რუსულ ენაზე. მთელი სახელმწიფო წარმოება ყველაფერი გადავიდა რუსულ ენაზე. ინტელიგენციამ დაიწყო, მაშინ ვინ იყო თავადაზნაურობამ დაიწყო რუსულის შესწავლა და სამსახურში და ეკლესიაც ასევე თქვა, სემინარები იყო რუსულ ენაზე, ყველაფერი იყო რუსულ ენაზე. მართალია, ხა ჩვენი მღვდლები აგზელებდნენ მღვდლობას, მაგრამ ჩემ წინაპრებს შორისაც იყვნენ მღვდლები, თქვა მჭედლიძეები მაგალითად და მსახურობდნენ და ცდილობდნენ ასევე რომ ქართული ენა შეენარჩუნებიან ეკლესიაში და ასე ვთქვათ ქართულათაც ქართულად რო ყოფილიყო წირვალოცვა და ბევრი გააკეთეს ამისთვის, მაგრამ მაინც რჩებოდით რუსეთის თუმცა ამას ერქვა ეგზარქოსი იყო, თქვა ეგზარქოსი ეხლა უარყოფითი ის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც საეგზარქოსო ნიშნავს რომ გარკვეული მაინც ავტონომია იყო, თქვა ფლათ ესეთი რუსეთის გუბერნია არ ვიყავით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი დღეს ახალმა თაობამ იცოდეს, კონდეს ინფორმაცია ამის თაობაზე? მნიშვნელოვანია, ახალმა თაობამ იცის რომ ჩვენი ეკლესია არის ძლიერი, ყავდა ესეთი პატრიარქი და ის რო არის ავტოკეფალური, რა ვიცი, მე მგონი იციან და ეს ამ დღეს უბრალოდ ამას ვიხსენებ და ჩემი აზრით კარგია რომ ვიხსენებ. ეკლესიამ როგორ შეიძლება თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს, თქვენი აზრი რა არის? ეს ისეთი დიდი კითხვა. თითქმიანი. ყავდა სამწუხაროდ ღმერთთან ათასში ამ ყოფა ჩვენი პატრიარქი, მაგრამ აი საინტერესო და ალბათ აინტერესებს ყველას რა ხდება, აი კანონებით რა ხდება შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პატრიარქმა სიცოცხლეში დაასახელა მოსახლე დიახ შიოდა. აი შემდეგ რა ხდება? ხო ეს უკვე მე მგონი რომ არის რაღაცნაირად გაუკვევლობაც და საერთოდ ესეთი არის საქართველოს ეკლესია იმართება სპეციალურად მიღებული არის ესეთი დებულება. ამ დებულების თანახმად პირველი 40 დღე ეკლესიას პატრიარქი არ ყავს მოსაყდრე, რომელსაც ირჩევს სინოდი და ეს მოსაყდრე 40 დღე ასრულებს პატრიარქის მოვალეობებს. მოვალეობების შესრულებელია როგორც საერო ინსტიტუციაში. შემდეგ 40 დღე რო გავა, დაინიშნება კრება და არა უგვიანეს 2 თვისა პატრიარქის გარდაცვალებიდან უნდა სინოდმა უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი. რაც შეეხება მოსაყდრის ინსტიტუტს, რომ ეს ხდებოდა აქამდე, როდესაც პატრიარქი გარდაიცვლებოდა, ის ტოვებდა ან ხანდახან არ ტოვებდა, თქვათ, თავის ანდერს, რომ ჩემი ნება არის, რომ ეს 40 დღე იყოს მოსაყდრეთ ესა და ეს ეპისკოპოსი. ამჟამად, როგორც ამბობენ, ვინაიდან თვითონ სიცოცხლეში დანიშნა მან მოსაყდრე, სინოდმა დაადასტურა, რომ დიახ, შემდეგი 40 დღეც ის იქნება პატრიარქის ტახტის დავდოდოთ ამ 40 დღეს რომ ტახტის მოსაყდრე, ახალი პატრიარქი, ხო? საერთოდ მოსაყდრე, ტახტის მოსაყდრეს რომ ამბობენ, თვითონ საყდარი ძველ ქართულად ნიშნავს ტახტს. და შესაბამისად მას ეს ტახტი, ამ ტახტზე პატრიარქი არ ყავს. ამ ტახტზე, ანუ პატრიარქის ტახტზე პატრიარქი არ ყავს, მაგრამ არის მოსაყდრე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. განმოგრძობთ ეთერს, სულ მალე დაგებრუნდებით სარეკლამო ბლოკის შემდეგ.